ვინმეს რომ ეკითხა თქვენთვის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს შობა, რას უპასუხებდით? საჩუქრებზე, ნაძვის ხეზე, მეგობრებთან ერთად შეკრებაზე დაუწყებდით ლაპარაკს. თუ საკითხის არსს შეეხებოდით და ისაუბრებდით იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში შობა. შობა ერთ-ერთია კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი სამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას შორის. ვერც ერთი მოვლენა ვერ გაუტოლდება რომელიმე მათგანს. პირველი არის იესო ქრისტეს, ღვთისძის შობა. მეორე, იესო ქრისტეს ჯვარცმა ჩვენი ცოდვებისთვის. და მესამე, იესო ქრისტეს აღდგომა ჩვენი საუკუნო სიცოცხლის მოცემისა და ზეცაში ადგილის გამზადებისთვის. შობა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისძესთანაა დაკავშირებული. მათეს სახარების პირველ თავს თუ გადავშლით, ვნახავთ მონათხრობს იესო ქრისტეს დაბადების შესახებ. აი რას ვკითხულობთ მე-18 მუხლიდან. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. დედამისი, მარიამი, იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისაგან არის. შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. ახლა გადავშალოთ კოლასელთა მიმართ წერილის მეორე თავი და ერთ ძალიან მნიშვნელოვან მუხლს შევხედოთ. ესაა მეცხრე მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია იესოს ვინაობა. ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე. დაფიქრდით ამის შესახებ. ღმერთი ხორციელადაა დამკვიდრებული ერთ პიროვნებაში და ეს პიროვნება იესო ქრისტეა. ბიბლიის კითხვისას ნათელი ხდება, თუ ვინ არის იესო და რისთვის მოვიდა იგი. ღვთის სიტყვაში დაწერილია, ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. ჩვენ დავარღვიეთ ღვთის რჯული, დავარღვიეთ ღმერთის კანონები, ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა. მეორეს, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს და რაც მნიშვნელოვანია, ვკითხულობთ ესაია წინასწარმეტყველის წიგნში. გადავშალოთ ესაიას 59 თავი. აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს. რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა. ადამიანებს არ უყვართ ამ მუხლების მოსმენა. ცოდვებმა დაფარა ღვთის სახე თქვენგან. მამა ღმერთთან ვერ მიხვალთ იესოს გარეშე და გახსოვდეთ, რომ ღვთაების მთელი სისავსე ქრისტეშია დამკვიდრებული. იესო ამბობს, ვინც მე მიხილა, მამა იხილა. ზოგი სვამს კითხვას, იესო უნდა ვირწმუნო იმისათვის, რომ ზეცაში მოვხვდე. დიახ, ამას ღმერთი ამბობს. იესო ამბობს ამას. მამა ღმერთი ამბობს ამას. ვნახოთ, რას ამბობს მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილის მე-5 თავის მე-10 და მე-11 მუხლებში. ვინაიდან თუ მისი ძის სიკვდილით შეურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით. უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება. თუ უარვყოფთ ღვთის ძეს, ამით უარვყოფთ თავად ღმერთს
რადგან იესო ქრისტე ღვთისზეა. იესო ქრისტე ერთია მამასთან. იესო ქრისტე სამების მეორე პირია, რომელიც ჯვარს ეცვა და მოკვდა თქვენი ცოდვებისთვის. და თუ თქვენ უარყოფთ მას, ვინც მოკვდა თქვენი ცოდვებისთვის, ხსნა არ გექნებათ. ესე იგი, ჩვენ განცალკევებულნი ვართ ღვთისაგან. მისი მტრები ვართ და გარდა ამისა, ვკითხულობთ იმის შესახებაც, რომ ამის შედეგი სიკვდილია. აი რა არის დაწერილი წმინდა წერილში. ცოდვის საზღაური სიკვდილია. წერტილი. ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ თუ ცოდვაში ვიცხოვრებთ, ღმერთს არ დავემორჩილებით და უარყოფთ იესო ქრისტეს, მარადისობას ღვთისაგან განცალკევებით გავატარებთ. როგორც წავიკითხეთ, ცოდვა ყოვლის შემძლე ღმერთს აშორებს ადამიანებს. აი აქ კი უნდა ვისაუბროთ ქრისტეს შობის შესახებ. გადავშალოთ კოლასელთა მიმართ წერილის პირველი თავი და წავიკითხოთ მე-19 მუხლიდან. რადგან მასში, ანუ ქრისტეში, მოიწონა ღმერთმა მთელი სისავსის დამკვიდრება, რათა მისით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით, მიწაზე თუ ცაში. თქვენც, რომელნიც ოდესღაც იყავით გაუცხოვებულნი და გონებით მტრები თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ახლა შეგირიგათ მისი სხეულის ხორცში, მისი სიკვდილით, რათა წარგადგინოთ თავის წინაშე წმიდები, უბიწონი და უბრალონი. შობაზე ფიქრისას, საჩუქრების ყიდვა და გართობა გახსენდებათ? არა. შობა ეს არაა. შობა იმ მოვლენას ეხება, რომელზე მნიშვნელოვანიც არაფერი არ შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში. ეს მოვლენა იესო ქრისტეს შობაა. ქრისტესი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ის, რომ ცოდვები გეპატიათ, რომ აღარ ხართ უცხოები და მტრები ღმერთისთვის, არამედ ახლა უკვე შერიგებულნი ხართ ყოვლის შემძლე ღმერთთან და დაბეჭდილი ხართ აღთქმული სულიწმიდით. ამრიგად, როცა ვფიქრობ შობაზე, როცა ვფიქრობ მორთულ ნაძვის ხეზე, მე ვფიქრება იმაზე, რომ ხე იმ ჯვარს მახსენებს, რომელზეც იესო გაეკრა. ნაძვის ხის ქვეშ დალაგებული ყველა საჩუქარი კი უდიდეს საჩუქარს მახსენებს ამ ქვეყნად. გამოყავით მცირეოდენი დრო და მადლობა გადაუხადეთ ღმერთს. ადიდეთ იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაშია იგი, რადგან ყოველი ჩასუნთქვაც კი მისი ნებითაა. ყველაფერი რაც გვაქვს, მისგან გვაქვს. ჩვენ კი უნდა ვადიდებდეთ და ვმადლობდეთ უფალს მისი ძისათვის. რადგან თუ იესო არ იქნება თქვენს ცხოვრებაში, არაფერი გექნებათ. შობა არ არის საჩუქრები, ნაძვის ხე და ფერადი განათებები. შობა იესოსთანაა დაკავშირებული. ვადიდებ უფალ იესოს იმისათვის, რაც ჩემთვის გააკეთა მთელი წლის განმავლობაში. ყველაზე მეტად კი ვმადლობ მას ჩემი დახსნისთვის. ის ვალდებული არ იყო, თუმცა ასე გადაწყვიტა. ამინ. მამაო, დიდად მადლიერი ვარ იესოს შობისათვის და როცა ვაცნობიერებ იმას თუ რა მოიმოქმედა ჩვენთვის და თუ რას აკეთებ გამუდმებით ჩვენ დასასიკეთოდ, უბრალოდ მინდა ვთქვა ალელუია. გმადლობ, 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 გმადლობ უფალო იმისათვის, ვინც ხარ. ვლოცულობ, რომ ყოველმა ადამიანმა, ვინც ამ სიტყვებს ისმენს, მოინანიოს ცოდვები. მოგენდოს შენ და გაღიაროს საკუთარ მხსნელად და იაროს ეკლესიაში, სადაც შენ სიტყვას მოისმენს და ისწავლის და გაიზრდება შენ და მირწმენაში. ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით. ამინ.